ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით 7.75%-მდე შეამციროს, ასე აფასებს მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოს TBC კაპიტალი. საინვესტიციო ბანკის შეფასებით გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება შესაძლოა უფრო ფრთხილი ტემპით გაგრძელდეს. მიმოხილვის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 2.5%-ით გაუფასურდა, რაც ძირითადად დეპოზიტების კონვერტაციებმა განაპირობა. კონკრეტულად კი უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები გაიზარდა, ლარში კი შემცირდა. თუმცა 6 მარტის შემდეგ კურსი შედარებით დასტაბილურდა, ამასთან მცირე მოცულობის დაახლოებით 20-30 მილიონის ინტერვენცია განახორციელა ეროვნულმა ბანკმაც. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდამ უკვე გამოიწვია საწვავის გაძვირება და შესაძლოა სხვა პროდუქტების ფასებზე მატებაც დაფიქსირდეს. ნავთობის ფასების დასტაბილურებას ისახავს მიზნად საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ყველაზე მასშტაბური ინტერვენციის განხორციელებაზე მიღებული გადაწყვეტილება. ორგანიზაციის 32 წევრი ქვეყანა ბაზარს 400 მილიონამდე ბარელ ნავთობს მიაწვდის. თითოეული ქვეყანა თავისი ზომის, შესაძლებლობებისა და რეზერვების მიხედვით წყვეტს რა მოცულობის ნავთობს გამოათავისუფლებს. ამ გადაწყვეტილებასთან ერთად უკვე ცნობილია, რომ ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ლეგალურად შეშვების გადაწყვეტილება მიიღო. შტატებმა ქვეყნებს ნებართვა დართო შეიძინონ ნავთობი, რომელიც უკვე გადაზიდვის პროცესშია. როგორც ამერიკის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესტენი აცხადებს, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან შემოსავალს არ ქმნის, რაც პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიზნებს არ აფერხებს, ხოლო საერთაშორისო ბაზრებს დამატებითი სუნთქვის საშუალებას აძლევს მოთხოვნისა და მიწოდების ხარვეზების გაკონტროლებისთვის. გადაწყვეტილება ძალაში 11 აპრილამდე შევა. ავიაკომპანია Qantas Airways პანდემიის პერიოდში გაუქმებული ფრენების საქმეზე 105 მილიონი ავსტრალიური დოლარის გადახდას დათანხმდა. კოლექტიური სარჩელი იმ გზავრების სახელით იყო შეტანილი, რომელთა ფრენებიც 2022 წლებში გაუქმდა და ფულადი ანაზღაურების ნაცვლად მათ სამოგზაურო კრედიტები შესთავაზეს. სარჩელის ავტორების განცხადებით, კომპანიამ მომხმარებელს დროულად არ დაუბრუნა თანხა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდა მათი უფლებების შესახებ. თავის მხრივ Qantas აცხადებს, რომ შეთანხმებას დათანხმდა პასუხისმგებლობის ოფიციალური აღიარების გარეშე, კომპენსაციის მიღების დეტალები კი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 511 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ვარდნა ძირითადად იმპორტის 15%-იანი შემცირების ხარჯზეა. მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან იმპორტი 2 მილიარდ 490 მილიონ დოლარამდე, ამის ფონზე ექსპორტი 23%-ით მილიარდ 26 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ექსპორტის ზრდის მიუხედავად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისევ მაღალი რჩება და 2 თვის მონაცემებით მილიარდ 460 მილიონ დოლარს შეადგენს. დისტრიბუტორებმა რითეილ სექტორის ნაწილისგან დამატებითი გადასახადის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებები მიიღეს. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, შეტყობინებები კომპანიებმა მიმდინარე საპარლამენტო კომისიის მუშაობის პერიოდში მიიღეს. ლაშა რიჟამაძის თქმით, მოთხოვნა რითეილ სექტორის გარკვეული ნაწილისგან მოდიოდა და დამატებით გადასახადს ითვალისწინებდა. კონკრეტული სავაჭრო ქსელები რიჟამაძეს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს ამ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა აქვთ. დისტრიბუტორები იმედოვნებენ, რომ საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაგრძელდება და პირობები არ გაუარესდება. სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის თითქმის 1 თვეა უკვე მუშაობს. მსხვილი საცალო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. ფასდამატის შესწავლაზე მუშაობა კი აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს და კონკრეტული გადაწყვეტილებები სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული.
სასმელების მწარმოებელი კომპანიები პეტ-შეფუთვის აკრძალვაში მნიშვნელოვან რისკებს ხედავენ. ახალი რეგულაცია შეამცირებს შემოსავლებს როგორც კომპანიაში, ისე ბიუჯეტში. EFS საქართველოში აცხადებენ, რომ წარმოების 80% პეტ-შეფუთვაზე მოდის და ალტერნატივაზე სწრაფად გადასვლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ახალი რეგულაცია სასმელების დეფიციტს და გაძვირებასაც გამოიწვევს. წყალმარგებელში კი აცხადებენ, რომ მსგავსი აკრძალვა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და ინდუსტრიაში უკვე განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების ფონზე დარგისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალია. დადგენილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 2027 წლის თებერვლიდან პლასმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე.